სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ წმინდა ასურელ მამათა კვალდაკვალ გაევლო პროფესორი ლია პაპუაშვილის მეთაურობით. მათ ეს შეასრულეს და ღმერთმა დაგლოცეთ, ღმერთმა მოგცეთ ძალა და ლოცვა კურთხევა. პირველ დღეს დავთქვით, ბოლო დღე როგორ უნდა ყოფილიყო დღეს საკვართ ბოლოზე და ხალხი და შეწენით მოვილოცეთ და სხვათა შორის აი ახლა იმ დღესაც ვლაპარაკობდით. ჩვენ საქმე ხო ესე დაფარული ბევრი რამე იქნება კარგი, მაგრამ ერთი გამოჩნდა ძალიან მაგარი რა, აი ჩვენი ზმაკაცის მაგალითი რა. მეუბნება რომ გუშინო ნეკრეში ხო ვიყავით და დღეს მამაო ავიყვანეო, მარხვა დავიწყეო, ცხოვრებაში არ მივარხე, მამაო ავიყვანე, მარხვა დავიწყეო. და მე ნეკრეში უნდა წავიდე კიდე დასახმარებლად რა და პირველად ვეზიარეთ ანუ ყველაზე დიდი მაგდი რა იყო იცით ყველგან რომ სხვადასხვა ამბიტი და და ესეთი წვიმებში და თითქმის სუსოელები ჩამოდიოდა და კაციშვილი გაციებული და ცუდად არავინ არ გამხდა ბევრჯერ მისულა სახში და რაღაცა მაგათი არ იყოს ძალიან ისეთი რაც რემლები წამოსვლია და ღმერთი მეთქი მაგრამ შემდეგ თუნდაც პირველ დღეს რა მარტყოფში რომ შევხედე რა ხდებოდა რამხელა სიტყვა იყო რამდენი სიყვარული იყო ერთმანეთისადმი უბრალოდ ადამიანს აღარ ქონდა უფლება რომ რაღაც ეჭვი შეეტანა მომენტით უკან დაეხია. კი მართლა. ყველა ვიცოდით რა რომ აბსოლუტურად ყველაფერი გამოგვიდოდა და ერთი წუთი არ დაგვიყრია ფარახმალი და ერთი წუთი არ შეგვიწყვეტია მუშაობა. ძიმე მართვა ქონდა საერთოდ აფრიკონის მართვას. ხო და თან ესეთი სიტუაცია ეხლა საქართველოში ხო ხედავთ ეს ისეთი და აი ამისთვის ვილოცოთ სულ ყველა ერთად თქვენც მეც და ვინც ვიქნები შევავედროთ 13 ასურელ მამას რომ სიმშვიდე იყოს საქართველოში. ქართლის ცხოვრებაში ვკითხულობთ. წმინდა ანტონ მარტყოფელი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ედესიდან ჩამოასვენა. მისი მოღვაწეობის შესახებ არერთი წყარო მოგვითხრობს. განმარტვების მოყარული წმინდა მამა მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით იზიდავდა ხალხს. მან თანამოსაგრეებისათვის მონასტერი ააშენა, ხოლო თავად ჯერ ალაზნის გაღმა წავიდა, შემდგომ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახითა და ხის ქერქებით იკვებებოდა, უფალმა საზრდოსათვის ირმები გაუგზავნა. წმინდა ანტონმა მთისწორალზე ააშენა სვეტი, სადაც მოღვაწეობდა 18 წელი და მაცხოვრის ხატის წინ დაჩოქილი იქვე გარდაიცვალა. ღირსი მამის წმინდა ნაწილები მოწაფეებმა ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში, ღვთისმშობლის ხატის წინ დაკრძალეს.
სამეული, რომელნიც თავიანთი ნების წინააღმდეგ დამორჩილდნენ კათალიკოსის ევლავიოზის თხოვნასა და მოძღვრის იოანე ზედაზნელის კურთხევას, აბიბოსი, ისე და იოსები უფლის ნებითა და პატრიარქის ხელდასმით საეპისკოპოსო ღვაწლით შეიმოსდნენ. ღირსი ისე სასწაულმოქმედი, მამა იოანეს რჩევით ევლავიოს კათალიკოსმა წილკნის ეპისკოპოსად აკურთხა. ღირსმა მამამ ფრიადი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა, მოძღვრება და ქადაგება გამფინა სამწყსოსა თვისსა. სხვა წმინდა მამათა მსგავსად, წმინდა ისეთ სასწაულებს იქმოდა. ერთხელ ღირსმა იოანემ გადაწყვიტა სათნოებაში და სულიერებაში გამოეცადა თავისი მოწაფეები. წმინდა ისე მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა. ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი შეახო და თქვა: სახელითა უფლისათა გიბრძანებ, ჩემ მიერ ქსინვით ვიდოდე და შემომიდე გვიდრეთ ვიდოდე. მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ღირსი ისეს კვერთხს შეუდგა. ღირსმა მამამ წილკნის საყდრამდე მიიყვანა მდინარე. ამ სასწაულმა მრავალი ხალხი მოაქცია ქრისტეს ჯულზე. წმინდა ისემ უფლისგან წინასწარ შეიტყო ხორცთაგან განვლის დღე, ეზიარა წმინდა საიდუმლოს და ლოცვით შეჰვედრა უფალს სული. წმინდა მამა იქვე, წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს. მე-6 საუკუნე ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. ეს იყო პერიოდი, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანობის არსებობა. სწორედ ამ დროს ქრისტიანობის საქადაგებლად და რწმენის განსამტკიცებლად იბერიაში მოდიან ასურელი მამები. მათ შორის იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე, ღირსი მამა სტეფანე. მან თანამოსაგრეებთან ერთად იქადაგა აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში. მასთან დაკავშირებით ქართლის ცხოვრებაში არაფერია ნათქვამი, მხოლოდ მცირე ცნობები საქართველოს საეკლესიო ისტორიაშია დაცული, სადაც ვკითხულობთ. წმინდა ნეტარმა სტეფანემ მრავლისა მოღვაწეობისა აღაშენა მონასტერი თვისი, ღირსის სოფლის მოახლოებულ, სახელისაზე და წმინდა სტეფანისა, რომელსაც შინა დაიდვა წმინდა გვამი მისი, სავსე სასწაულითა და ნიშნებით. იმ წმინდანთა სია, რომელთა ღვაწლი შთამომავლობისათვის უცნობია, პიროს ბრეთელსაც შეიცავს, რომელსაც მღვდელმოწამე კირიონ მეორემ გოდების ღვთაებრივი ხატი უწოდა. იგი ანტიოქიაში მოღვაწეობდა და წმინდა იოანეს მოწაფე და თანამოაზრე იყო. კეთილი თესლის გასაღვიძებლად ისიც უფლის ნებით მოადგა ქართლს. ოდეს ნეტარმა იოანემ მოწაფენი ყოველთა ადგილთა ქადაგებად მიავლინა, წმინდა პიროსმა დაჰყო ზემო ქართლს, დვანის წყალსა ზედა და აღაშენა მონასტერი თვისი, მოახლო ბრეთისა სოფლისა. დამკვიდრდა იქ და მრავალ კეთილ საქმეს იქმოდა. აღსასრულის შემდგომ მონასტერს აშინა დაიდვა მრავალ მოღვაწე გვამი მისი.
წმინდა მამა მიქაელ დაუძინებელი მუშაკი და დიდებული მოღვაწე ყანისა ქრისტესისა, შემდგომად მოძღვრისა მიერ ზედაზენის მთიდან მოწაფეთა განტევებისა გაემართა ზემო ქართლსა და ოსეთისაკენ. ნეტარი მიქაელი სხვა 12 მსგავსად უფალმა თავადმა აღავსო სულითა წმინდითა და მანვე თავადმა შეამკუნა ნიშთა და სასწაულთა მიერ. იგი იყო მოწყალე და კაცთმოყვარე, უცხოთა შემწყნარებელი და დავრდომილთა მფარველი. ძმათა მსგავსად კეთროვანთა განსწმენდა, ეშმაკთა განსხმიდა და ცოდვათა დახსნიდა. ნეტარმა მამამ აღაშენა მონასტერი თვისი, მოაახლო ულუმბისა ალის წყალსა ზედა. იქ დამკვიდრდა, მარხვალოცვით განვლო ამ ქვეყნიური ცხოვრება და აღესრულა. მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაიდო მრავალ მოღვაწე გვამი მისი. ჩვენ ეპარქიაში ღვთისწყალობით არის საფლავი ღირსი მამა ისიდორე სამთავნელის. ასევე სავარაუდო ადგილი დაკრძალვისა ღირსი თადეო სტეფანწმინდელის. ჯერ ჩვენ ამას ვერ ვამტკიცებთ, იმიტომ რომ ეს არის კვლევის საგანი და ამაზე უნდა იყოს ჩატარებული კვლევა და ამის შემდგომ უკვე შეიძლება ამის მტკიცება. მათი ცხოვრება ჩვენ მოგვითხრობს, რომ ორი ღირსი მამა ერთად მოღვაწეობდა სოფელ რეხასთან, თადეო სტეფანწმინდელი და ისიდორე სამთავნელი. მინდა დავულოცო ყველა ახალგაზრდა და მათი მასწავლებლებიც, ვინც მონაწილეობდნენ ამ პროექტის განხორციელებაში, უსურვო მათ ღვთისწყალობა, ასურელ მამათა შემწეობა, რათა მათ მიერ გაწეული ღვაწლი ჩვენი ერისათვის იყოს დღესაც ჩვენი ერისთვის შემწე, დამხმარე და მეოხი წინაშე ღვთისა. ლევან. მაგათ მეუღებ. კი. დიდებაში. ამოდი. ჯვარო უფლის. ანტიოქელ დიდგვაროვანთა შვილს ნეტარშიოს იმ თავიდან ღვთისმოსავა ზრდიდნენ და იმგვარად განისწავლა, რომ უკვირდა ყოველთა.
ქრისტიანული ცრემლისა და გოდების ხატი, საქართველოს სამეფო სიმტკიცე, დიდი სასწაულთმოქმედი ნეტარი შიო ზედაზნიდან წამოსვლის შემდეგ მცხეთის დასავლეთით, უდაბურ ადგილას, ერთ დიდ ქვაბულში შეჩერდა. ლოცვით და მარხვით უხმოდ 40 დღე გაატარა და ქვაბს მომდგარი ეშმაკნი სახელითა იესო ქრისტესითა განიოდნენ. ნათელი გამოგწყინდა და ბნელი ქვაბის კარს ანგელოზები მოადგნენ, მათ შორის ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი ბრძანდებოდნენ. მოვედით ჩვენ შენ და ხილვად და განძლიერებად შენ და ვინაიდან არის გულთა შენთა სურვილი ძისა ჩემისა, ანუგეშა ღვთისმშობელმა ბერი. ვითარცა ელია იკვებებოდა ყორნისგან, ამ ხილვის შემდეგ წმინდა შიოს საზრდელი მტრედის მიერ მიერთმეოდა და წყალიცა მცირე. კმას ამყოფელი მისი გამოეცა კლდისა მისგან. მეუდაბნოეთ არიცხვი იზრდებოდა, ეკლესია კი არ ჰქონდათ. ბერები მთაზე ავიდნენ, ილოცეს, შიომ ნაკვერცხალი დაიდო ხელზე, საკმეველი მოაფრქვია და ახთა კვამლი აერთა. კვამლი ხევში შევიდა და სვეტად დადგა ერთ ადგილას. სწორედ იქ ბრძანა წმინდა ბერმა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის აგება. მონაზონთა რიცხვმა 2000 მიაღწია. აქ მოჰყავდა ცნეულნი, კეთროვანი, ეშმაკეულნი და საფყარნი. ღვთისნებითა და წმინდა შიოს ლოცვით ყოველი ინკურნებოდა. საქვეყნო ცნობილი გახდა მგლის საოცარი მორჩილების ამბავი. მამამ სახედართა მაძოვნებლად გელი დაიყენა და უბრძანა, მათ ქომაგად დამდგარიყო. გელი დიდი მორჩილებით ემსახურებოდა წმინდანს. ნეტარმა შიომ იოანესგან მიიღო შენდობა დაყუდებისა და შთავი და მღვიმესა მას ორმოსა და ბნელსა და მუნ იღუწიდა, ვიდრე ცოცხალიყო. აღსრულების შემდეგ მუნმე დაეფლა. გარდაცვალების შემდეგ ყველიერის ხუთშაბათს მისი წმინდა ნაწილები გამოვალს და ყოველთა ერთაგან ანათლებს ქართლისად. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. მთლიანად კომპლექსი, როგორც ის არის ალბოს ანკერსაის სახელობის მონასტერი, მე-6 საუკუნეში დაარსდა. და ეს ტაძარი არის იმდროინდელი, მე-6 საუკუნისა არის. აი ეს ტაძარი დათარიღებული არის მე-4 საუკუნით. ერთ-ერთი უძველესად ითვლება საქართველოში. რესტავრაცია მიდის ჩვენ მონასტერში. და ალბათ აღდგება, დაუბრუნდება ძველი ფორმა, წმინდა ნინოს ჯვრის ფორმა ქონდა დაახლოებით. იქით ამ ხარესაც როგორც საკეთე არის პრედი, იქ ისე იქნება იქითაც. მე-9 საუკუნით არის დათარიღებული და ეს არის მე-16-ში მიშენებული. ლეკიანობის დროს ეტყობა თავდაცვითი მიზნით. ყოველ შობის დღესასწაულზე ხალხი მოდის ხოლმე და ღამეს ათავენ ხოლმე დაბლა მონასტერში. დაბლაც და აქაც. და ბევრს უთქვია სხვადასხვა პირებს, ბებიებს, წემსებს, სხვადასხვა ამ წემსებს, რომ მანათობელი გუნდები დაუნახიათ ხშირად, მანათობელი აი ფრინველების სახით, ანგელოზები, რომ ეშვებოდნენ ესე მაღლა ნეკრესში, ამ მონასტერში. შობის დღესასწაულზე და ეს ხალხი ეძახეს ნეკრესობა შობის დღესასწაულს. და ეს მინდორში ჩანს ხოლმე ალავერთ. მღვდელმთავარი აბა იოსები, ალავერდელი ეპისკოპოსი, სანატრელი უმანკოების ყვავილი. განუშორებლად ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთვლილი იყო მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან. წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით იგი კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა. ბოლოს ალავერდის უდაბნო აირჩია და იქ დაიწყო მოღვაწეობა. ერთხელ სრულიად მარტომყოფი ბერი შეხვდა მონადირე დიდებულს, რომელსაც ღვთის სიტყვა უქადაგა.
მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულმა დიდებულმა საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ხალხმა გაიგო მოღვაწეების ამბავი და იწყო სიარული, რათა ეხილოს საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. ბევრი იქვე დარჩა. დროთა განმავლობაში მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით დაუძლურებულმა აბა იოსებმა მოწაფეებს წინამძღვარი დაუდგინა და ღვთივ მიისვენა. იგი დამარხეს მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. აბა იოსების საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება. ჩვენი ეპარქია ღირსი მამების მოღვაწეობით შეიძლება ითქვას მართლაც კურთხეულია და ორი ღირსი მამა მოღვაწეობდა ჩვენს ეპარქიაში. ეს არის ზენონი ყავთოელი, რომელმაც აი ამ ვიწრო ხეობაში დააფუძნა მონასტერი, რომელიც შემდგომში განთქმული შეიქმნა როგორც სამწიგნობრო სავანე და სულიერი ცენტრი, როგორც სხვა დანარჩენი მონასტრები. ასევე ალავერდის მონასტერი იყო სულიერი სავანე, სამწიგნობრო კერა და იმ დროის საქართველოსთვის და ჩვენი თაობებისათვის მნიშვნელოვანი საქმიანობა აღესრულებოდა ამ წმინდა სავანეებში ღირსი მამების ლოცვითა და შუამდგომლობით. 13 ასურელი მამა ჩვენთან საქართველოში მე-6 საუკუნის მოევლინენ და ივანე ზედაზნელის წინამძღოლობით დახვეს მათ 2 წელი ზედაზნის თავზე და შემდეგ 6 ღირსი მამა კახეთს მოევლინენ, მათ შორის იყალთოელის ჩვენი მყოფებით იყალთოს ტაძარში. ეს არის ღირსი მამის მიერ დაფუძნებული მე-6 საუკუნის, როგორც ჩვენ წყაროებიდან ვიცით, ღირსი მამა ერთ-ერთი ძლიერი მტკიცე თავისი ლოცვითა და მარხვით გამორჩეული ღირს მამა ზენონი ყავთოელმა დაღლოცოთ და ჯვარი დაგწეროთ და მფარველობა და წყალობა მოგცეთ. ერთმა დაღლოცოთ. თბილისის მფარველი ღირსი მამა დავით გარეჯელი ერთადერთი იყო 13-თაგან, რომელიც იერუსალიმის მოსალოდად წავიდა. როდესაც მადრის ქედა წოდებულ მთას მიუახლოვდნენ, წმინდა ქალაქის გამოჩნდა. ქართლის ცხოვრება გვამცნობს. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნისაც დააღაფრა, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. ღირსმა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. შემდეგ იმ ადგილიდან, რომელიც მადრის ქედად არის წოდებული, დიდი რწმენით სამი ქვას სიწმინდეებად საქართველოში წამოიღო. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ელიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ საქართველოდან მოსულ მამა დავით რწმენით იერუსალიმის მთელი მადლი მიჰქონდა. პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა 2 ქვა გამოართეს მამა დავითს. მესამე კი წმინდა ბერმა საქართველოში წამოიღო. ამის გამო ნათქვამია, გარეჯის სამჯერ მოლოცვა იერუსალიმის მოლოცვის ტოლფასიაო. ხანგრძლივი და ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი გარეჯის სავანეში დაკრძალეს. ხარდა გესწორებით და წინასწარ საიაზმისა და საფერთა მამისა და ძისა და სულისა წინისა და მაწევარადის და საერთაშორისო მიზნების ტაძარი. აქ არის 6000 მოწამის წმინდა ნაწილები დროებით. ოპცანი. ჯობს და ესეთი შეგრძნება, მაგრამ ეს არის 400 წლის, რომელსაც ესეთი სულ დაკაიტერია. 400 წლის და ზოგი ზვარი კიდე 30 წელში და 20 წელში ქაგება მიწაფიცება.
ქართველ მონაზონთა დიდება მამათა თვალი იოანე ზედაზნელი წინამძღვრობდა ანგელოზის მიერ რჩეულ ქარტიათა მფლობელ 12 ასურელ მამას, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მე-6 საუკუნის შუა წლებში შემოგზავნდნენ ქართლში. უდიდესი ქრისტიანულ მოწამეობრივი ღვაწლით დაიცვეს ჭეშმარიტი რჯული ურწმუნოთა ხელყოფისაგან. მცხეთაში მობრძანებულ წმინდანებს მეფე და კათოლიკოსი შეეგებნენ, ურიცხვი ქართველის თანხლებით. მამათა წინამძღოლი ქართულად მიესალმა ივერიელებს. სულიწმინდის მიერ მინიჭებულმა მადლმა აღაფრთოვანა ერი და მრავალნი ადიდებდნენ უფალს. წარმართობის ჟამ ზედაზნის მთაზე ზედან-ზადენის კერპი იყო აღმართული. აქ საშინელი მსხვერპლშეწირვა ხდებოდა და ეს ადგილი ოდითგანვე დემონთა საბრძანებელს წარმოადგენდა. დამკვიდრდნენ მამანი და განიწმინდა იდუმალი მთა. 4 წლის ერთად ყოფნის შემდგომ ნეტარმა იოანემ დამუძღვრა მოწაფენი. მოიღვაწებდით სულთა კაცთასა შესაძინებლად იესო ქრისტეს თანა. თავისი ქვეყნიდან წამოღებული წმინდა ნაწილები დაურიგა თითოეულს, რათა აქ უნდეს მათ მცველად ყოველსა ცხოვრებას ეშინა საეშმაკოთა და კეთილად გაამგზავრა. რამ შევიტყვე ასურელ მამების მოღვაწეობის შესახებ და ამ პროექტმა მეტად ჩამახედა მართლმადიდებლურ დარწმუნებაში და გამოცდილება რწმენაში. დიდ მადლობას ვუხდი უფალს, რომ ამ პროექტში მონაწილეობის ღირსი გამხდა. მინდა რომ გადმოგცეთ უწმინდესი საჩუქრები. ახალი აღთქმა, ხო, შიგნით არის ბროშურები და უწმინდესის ხელმოწერით ივერიის ღვთისმშობლის ხატი. ზედაზენზე დაიწყო აკვანი ქართული ბერ-მონოზნობისა. ასურელ მამათა ცხოვრებიდან ვგებულობთ, რომ იოანე ზედაზნელის მოწაფეები დროდადრო ამოდიოდნენ აქ ზედაზნის მთაზე, თავის მოძღვართან იოანე ზედაზნელთან. შეკრებილნი ერთად აღავლენდნენ ლოცვას ქვეყნის გადარჩენისათვის. თქვენ მოელოცეთ ასურელი მამების მიერ დაარსებული ეკლესია-მონასტრები. აღავლინეთ ლოცვა მათ მიმართ და საბოლოოდ ამოხვედით აქ იოანე ზედაზნელთან. ამით თითქოს აღადგინეთ ძველი ტრადიცია ერთად ლოცვისა. თქვენ თითქოს ლოცვით ასურელი მამებისაგან გამოითხოვეთ შეწევნა და ლოცვა კურთხევა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს რამდენად ღრმად არის რწმენა ჩვენს ხალხში და რამდენად მოწყალია უფალი საქართველოსადმი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. Sweet.